ყავს ძალიან action სტუმარი, ასე ვთქვათ, ძალიან საინტერესო ადამიანი. აღმოსახიობი, აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი და ჯეკი ჩანის კასკადიორთა ჯგუფის წევრი. ბატონი თემურ მამისაშვილი, მოგესალმებით. მოგესალმებით კონსტანტინე, მადლობა, მოგესალმებით მაყურებლებს. პირველ რიგში მადლობა, რომ დავხმართ ინტერვიუზე და მოგზავნით ჩემთან. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე, მადლობა, რომ პირიქით შენ რომ მოხვედი და დამაფასე, ასე ვთქვათ. მინდა პირველ რიგში შევეხო, ასე ვთქვათ, თქვენს ურთიერთობას, თქვენს საქმეს და თქვენს პროფესიონალიზმს, რომელსაც ამჟღავნებთ ჯეკისთან და ის ნამდვილად ვიცი, რომ არის კმაყოფილი არა მარტო თქვენით, არამედ მთელი ჯგუფით. იმედია. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არ არის კასკადიორთა ჯგუფი, ეს არის ჯეკის ოჯახი. დიახ. მეორე ოჯახი, რასაც ქვია. ჩინურად ეგრე ეძახით. ჩენჯაბან, ნიშნავს ჩენ არის ჯეკი ჩანის გვარი. ჩენის ოჯახი. ჯაბან ნიშნავს ოჯახს. დიახ. და მინდა პირველი კითხვა დაგისვა, ასეთი რომ როგორ აღმოჩნდი, ასე ვთქვათ, ჯეკის ოჯახში. პირდაპირ ესე კითხვას ვიკადრებ და დაგისვა. როგორ აღმოჩნდი ჯეკის ოჯახში და როგორ არის როგორია დღეს თემურ მამისაშვილი და ჯეკის ურთიერთობა? როგორი არის ეს? ჩემი ოცნება იყო ჯეკი ჩანთან მე მუშაობ, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ვარჯიშობ, ბრუს ლის, ჯეკი ჩანს უყურებდი, ტონი ენს. და ამერიკაში წავედი ემიგრაციაში 97 წელს. და იქაც მოღვაწეობდი ფილმებში, მაგრამ რა თქმა უნდა ჯეკი ჩანი ამერიკაში არ არის, ხო? დიახ. და გადავწყვიტე 2013-ში გადავსულიყავი ჯერ გონკონგში და იქიდან როგორმე შევსულიყავი აზიურ ფილმის ინდუსტრიაში. და ნელა ხალხის გაცნობა გონკონგში ჯერ არავინ არ ვიცოდი. მოხდი ერთ ფილმში, მეორე ფილმში, მე ჯეკი ჩანის ფილმზე მომიწვია, სადაც უბრალოდ კასკადიორი ვიყავი, Dragon Blade ქვია. და მაქედან დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ჯეკი ჩანთან. იყო ჩემი პირველი ფილმი მაგასთან. და მეორე დაემატა მესამე და მესამე ფილმის მერე უკვე ამიყვანეს როგორც ოფიციალურ ჯეკი ჩანის კასკადიორების ჯგუფის წევრად. მერვე თაობა. ეგრე მოხდა. თემურ, ჯეკი თუ იცის საქართველოს შესახებ და როგორი არის მის წარმოდგენა საქართველოს? ჯეკი ჩანს მე გავაცნე როგორც შემიძლია. ვესაუბრები ხოლმე საქართველოზე უხსნი, რომ ასევე ძველი კულტურა, როგორც ჩინეთი, დიდი ისტორიით, ვანახე სურათები, ქალაქის ხედები, მთები, ზღვები, რაც გვაქვს სილამაზე, ყველაფერი შესაძლების დაგვარად გავაცანი. ასევე რაღაც საჩუქრები იქ, ღვინოს ჩუქნი ხოლმე დაბადების დღეზე თიხის იმებში რო ქოთნებში, ყანწი ვაჩუქე. ესე ზოგადად ეხლა ჩემგან რაც იცის რომ ჩვენ მაგალითად სხვანაირი კულტურის ხალხი ვართ, განსხვავებით მაგალითად საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებისგან, რუსეთიდან, სხვა ჩვენი ენა გვაქვს და ყველაფერი. მინდა აღნიშნო, შეგეკითხოთ, აი, ოპერაცია პანდას შესახებ, ანუ თქვენ და ჯეკი ჩან ხართ ყველაზე ხშირად ასე ვთქვათ. თქვენ რაზეა ფილმი, რა როლს ასრულებთ და როგორ ვინ არის ხალხმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ და ამიტომ გეკითხებით და ვინ არის აი ორთაბრძოლების დადგმის ოსტატი. ისა მინდა დგა, ანუ ეს ჩხუბები რასაც ფილმში ვხედავთ. და რამდენად რთული იყო ამის შესრულება თითოეული ტრიოკის ასე. Panda Plany არის action კომედია. ეს ბავშვებს საბავშვო ფილმია, უცესეთი, ბავშვებს ძალიან უყვართ, ძალიან მოსწონთ. ჩემი როლი არის მთავარი უარყოფითი გმირი, რომელიც არის mercenary-ების ლიდერი. და მთელი ფილმი დავდებ ჯეკი ჩანს როგორც კატა და თაგვი და გამიდის ხოლმე. ტომი და ჯერი ვითავართ, ხო. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ ფილმზე მუშაობა. ჯერ როგორც მსახიობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თავისუფლება მქონდა ჯეკისთან სცენებზე, ძალიან ბევრი რამე იყო მოგონილი გადაღების მოედანზე, სცენარებში არ იყო, მე და ჯეკი შევთანხმდებოდით ხოლმე, ჯეკი მეთქოდა თემურ ამას გეტყვი. მე კიდე ოკეი ჯეკი მაშინ მე ამას გიპასუხებ, კალია და ძალიან ბევრი რამე იყო, მინდა მოფიქრებული და მეგრე ძალიან მიყვარს ჯეკისთან მუშაობა, გვაძლევს იმის საშუალებაც რომ გავიხსნათ და უფრო ესეთი როგორ ვთქვა ქართულად არა პრობლემა ინგლისურად და ჩინეთში.
ხო, like creative. როგორ ახდეთ creative. კრეატიულები რო ვიყოთ. ჯეკი მაგის უფლებას გვაძლევს. ასევე action-იც კი იყო შეთანხმებული, მთელი ქორეოგრაფია გაკეთებული, მაგრამ ბევრი რაღაცები იცვლება ხოლმე, იმიტომ რომ ჯეკის ახალი იდეები მოძის ხოლმე გადაღების დროს. და ეგ ყველაფერი იყო შერწყმული და ეს ქორეოგრაფი და action director-ი იყო ჩვენი ჯგუფიდან, სხვათა შორის Karate Kid რო არის კარატე ბავშვი საქართველოს. ჯეიდან სმიტის რო თამაშობს. ჯეიდან სმიტი იყო პროდიუსერი. მან რო არიან პატარა ბავშვები, აი ცუდ ბავშვებს რო თამაშობენ, ხო? ხო, მოედანზე. მან ერთი პატარა ბიჭია ერთი. აი იყო ამ ფილმის მთავარი ექშენის დამდგმელი. აი გაიზარდა, ახლა ბავშვი აღარ არის რა თქმა უნდა, უკვე ცოლ-შვილი წავს. ქვია ლავლი, ეძახით ლავლი, ლვიდაო. ლვიდა. ასევე ეძახით ეხლა უკვე აღარ ვეძახით, უკვე გაიზარდა. უკვე დიდი ბიჭია, ადრე ვეძახით, როგორც მაიმუნი, პატარა მაიმუნი. ხოუც. აი, პირველი მინდა აი ძალიან ხშირად გამოიყენა ჩინური სიტყვები ახლა პოდკასტის დაწყებიდან ამ წუთამდე და მინდა შეგეკითხვა ესეთი კითხვა, რომ დაგისვა ესეთი კითხვა. როგორ და სად ისწავლე ჩინური ასე კარგად? ჩინური ახლა როგორც ვიცი, ჯეკის თქვენ შენ და ჯეკი ჩინურად საუბრობთ უფრო გადასაღებულ ენაზე, იმიტომ რომ ჩინელები არიან თითქმის მთელი ჯგუფი. კი, რა თქმა უნდა. ჯეკიჩანის ინგლისურიც თან გაიწყო შოც. უფრო და უფრო უმჯობესდება. ჩინური ყოველთვის მინდოდა მესწავლა, ძალიან მომწონდა ყოველთვის, მithumetes მე ბავშვობიდან უკვე ამ კულტურაში ვარ, ჩინურ ორთაბრძოლას ვსწავლობ, ყოველთვის მომწონდა ჩინურ ფილმებს უყურებდი ხოლმე და სანამ გადავიდოდი ჩინეთში, უკვე ნიუ-იორკში, უკვე დავიწყე ჩემი სწავლა. და რო ჩავედი გონკონგში, უკვე ლაპარაკობდი. ისე კარგად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ენაზე ვთქვათ, გაქცევთ მოტრიალებს. დიახ. და ნელა უფრო გამიუჯობეს და იმიტომ რომ ძალიან ბევრი თეთრობა რომ მქონდა ჩინელებთან მუშაობის დროს ან მუშაობის გარეთ. ასე ვთქვათ, ავტომატური შესწავლა მოხდა. კი. ჩემი პრობლემა ჩინურში არის წერა-კითხვა იმდენად ვერ შევისწავლე. იმას უნდა ძალიან ბევრი დრო მახსოვრება ყოველ იეროგლიფს ძალიან ძნელია. კითხვა უფრო ძნელია ჩინურად კითხვა უფრო ძნელია თუ ჩინურად წერა, ესე შეგიძლია. ალბათ წერა უფრო ძნელია. კითხვა კიდე როგორმე შემიძლია. მაგრამ წერა ძალიან ძნელია. ძალიან რთულია. ბავშვობის წლებზე მინდა გესაუბრო, ანუ როგორ გადაწყვიტე აი ჩინური ორთაბრძოლების შესწავლა და თავიდანვე იყო თუ არა შენი ოცნება და მიზანი, რომ აი ჯეკისთან წასულიყავი, ან თუნდაც ჰოლივუდში, ან თუნდაც ამერიკაში, რომ ის გამოცდილება მიგეღო, რაც გააქვს. რა თქმა უნდა, დაიწყო იმიდან, რომ ფილმების ყურებით, Bruce Lee, Jackie Chan, Donnie Yen, მე თვითონ დავიწყე რაღაც ფეხების ქნება რაღაცები და მე მიმიყვანეს სამვარჯიშოდ ვალერი გალდავასთან. ზეოსნობის სასახლეში მანეში ვეძახით დიდუბეში იყო, იქ დავიწყე ვარჯიში. მაგ დროს ახლა იმდენად არ ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, რომ მაგრამ ალბათ რამოდენიმე წლების მერე რომ მივხვდი რომ რაღაც გამომდის, როგორც ასეთი, კი მქონდა ეგ ოცნება ჩამებადა, რომ მინდოდა ფილმებში ყოფილიყავი, ჯეკისთანაც მე მუშავა. და მაგიდან დაიწყო ყველაფერი, ოცნება. მაგ დროს ჩაინერგა ჩემში. თუ გაქვს იმის სურვილი და განზრახვა, რომ ჯეკი ჩამოიყვანო, რა თქმა უნდა, თბილისში და მოანახულებინო ის ადგილები, რაც გვაქვს, ის რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება აქ რომ ჩამოვიყვანო. თუ ახლა ოპერაცია ჯეკის. ალბათ აქვს, რატომაც არა. მაგი არ შევკითხებულა, მაგრამ ალბათ ჯეკის უყვარს ისეთი ადგილები, სადაც არ ჩავალთ ხოლმე, ტურისტები თუ არ ხოლმე დავდივართ, ნახულობთ ადგილებს. ძალიან ბევრ ქვეყნებში ვართ ნამყოფი ერთად. და იმედია აქაც მოხდება ისე, რომ როგორმე ჩამოვიყვანო. მე როგორც გავიგე თემურ, გინდა რომ შექმნა ასევე შენი კასკადი ორთაჯგუფიც, რომელსაც თქვენი ლოკეიშენ ასე ვთქვათ, იქნება თბილისი. დიახ, ბაზა მინდა მქონდეს აქ. ბაზაზე გეკითხა. დიახ, ბაზა მინდა მქონდეს აქ, მინდა შექმნა ჩემი ჯგუფი. ასევე მარტო კასკადიორებზე არ არის ლაპარაკი, გადამღები ჯგუფიც ასევე. და მინდა მივმუშაო ჩემ პროექტებზეც, ასევე დავაინტერესო ჩინეთიდან ჩამოვიყვანო აქ ფილმები, მარტო ჩინეთი არა, სხვა ქვეყნებიც ასევე. ასევე ჩემი ჯგუფი გავიყვანო ხოლმე ჩინეთში ვამუშაო, ევროპაში და ასე შემდეგ, სადაც მიმიწვდება.
ეგ არის ჩემი მომავლის გეგმები. მერტმა გასრულებინოს. მადლობა. მადლობა. და რა ესე მინდა კითხო რომელი ქართული საკვები უჭამია ასე ვთქვათ ჯეკის თუ უჭამია მაგალითად ხინკალი, წვადი ან რამე ჩაკიტანი ამისთვის რამე ესე. ამ პეკინში თუ არსებობს ქართული სამზარეულოები, რომელსაც სტუმრობთ. სამწუხაროდ პეკინში არ არის, ვიცი ერთი რესტორანია, ნუ ვითომ ქართულს ეძახიან Georgian Feast ქვია, მაგრამ ქართველებს არ უჭირავთ, რატომღაც ტაჯიკების გახსნილია და ქართული გემო იქ არ არის ნამდვილად. კი ეძახიან ხინკალს, კი აქვთ ხა ხაჭაპური, მაგრამ გემო არ არის. ესეთი გემო არა, როგორც აქ არის. რატომღაც არც ერთ ქართველს არ გაუხსნიან, მაგრამ მე როგორც ვიცი, სხვა ქალაქებში, ჩინეთში, მაგალითად, გვანჯოუში, შენჯენში არის კარგი რესტორნები ქართული. და ჯეკის მე როგორც ვიცი, არ აქვს გასამჯმენჯე. და პეკინში ახლა რომ იყოს კარგი რესტორანი, ალბათ წავიყვანდი, მაგრამ არ არის სამწუხაროდ. და მადლობა შენს თემორო მოხვედი მესაუბრე და ესაუბრეა საზოგადოებას და მაყურებელს იმ ყველაფერზე რაც საინტერესებდათ და ძალიან მეპირადად ძალიან მიხარია რომ ქართველი არის ჯეკის ოჯახის წევრი და მასთან ერთად გავს ექშენ სცენებს ისეთ ექშენ სცენებს რომელიც არის თითქმის შეუძლებელი რომ თუნდაც მე გავაკეთო ის სცენები რასაც შენ და ჯეკი აკეთებთ და არა მარტო. მადლობა თემურ. არაფერს. დიდი მადლობა თქვენს ასევე მოწვევისთვის. დიდი მადლობა კონსტანტინ. მადლობა მაყურებლებს. და მადლობა შევხვდებით. კიდე შევხვდებით. არა, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არ არის. იმედია კიდე დაემატება მეორე მესამე და მე-10 და 21. კარგით. მადლობა. მადლობა. გემშვიდობებით უკვე შემდეგ სტუმრამდე და მიხარია რომ ეს ეპიზოდი დაამშვენეთ და ჩემი და წარმატებად ძალიან დიდი მადლობა თემურ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.